მოგესალმებით, მე ვარ გიო და რაღაც პრობლემის გამო მე ვეღარ ვიღებდი ვიდეოებს და მე ხა დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს ჩვენ განვიხილავთ shoot folder-ის შექმნას და იკონის Z მიმაგრებას. როგორც იქნება შეცვლას რა. მოდით შევქმნათ folder-ი და ვაწერთ რაც ჩვენ გვინდა. მაგრამ პირველ რიგში არ უნდა დავაჭეროთ რაც ჩვენ გვინდა ბოდიშით და ვაწერთ ასეთ რამეს. და სახელის ნიშანსაც არ უკეთებს რა. აი ამას გავუკეთებთ ვაწერთ ბოდიშით. აი ეს უნდა გავუკეთოთ და აქაც დააწეროთ თქვენი საყვარელი ციფრი რა. მე ხა ნებისმიერ სამოვიჩევ, არ არის ჩემი საყვარელი ციფრი ასეთი და 8 იყოს. და გავხსნით და ესეთია. შემდეგ ვაწერთ მაუსის მარცხენა ბოდიშით მარჯვენა relax და professors. შემდეგ გადავდივართ და უნდა ვიპოვოთ ლეიგის ჯონი. თავის ევრონოვიული სისტემა. და ამას დავაწერებით და ამას. თავისით მოღნიშნა. გადავათავისებ და შემდეგ დავაწერებით აი ამას. მოღნიშნა. ოკეი და ეს არის. შევდივართ რომელიმე ბრაუზერში მე ვარ შევალ ნებისმიერში და ვწერთ არჩივე და ეს არის იკონების საიტია და ვწერთ my folder shoot. ვიცი ზუსტად თქვენ რომელი მოგეწონებათ და ხა ნებისმიერს ამოვიჩევ აქედან. მოდი იყოს ეს იყოს დავაწერთ იქან. გამოიწერა. შემდეგ ისევ მაუსის მარჯვენა relax properties კიდე და სულ ბოლოში გადავდივართ. აქედან შევიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის ფოლდერს ქმნით picture როგორც ქვია სურათის ეს სიმღერების და ეს ვიდეოები. თუ ეს იქნება მოღნიშნული პირდაპირ, ესე იგი ყველაფრის არის რა. დავაწერთ change icon browser და განმოწერილებში. ნახავთ ამას. ok და ისევ გადავდივართ ისევ სისტემაში და სულ ბოლოში. აი სულ ბოლოში ჩამოვწერთ და ამას. შეიცვალა როგორც ხედავთ ჩვენი ფოლდერი. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში თუ კომენტარები იქნება ბევრი რამეებზე მე გადავიღებ იმ ვიდეოს და შემდეგ ვიდეოში უფრო კარგ რაღაცას გასწავლით და მე უკვე დავიწყე ვიდეოების გადაღება. რაღაც პრობლემა მქონდა ადრე რომ ვერ ვიღებდი და ახლა უკვე დავიწყე და უკვე დაგიბრუნდებით კაი და ახალი შემადგენელი ვიდეოებით. ნახვამდის.